ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. რამდენიმე საათში ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია თბილისის დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება. ვაშინგტონში -11 გრადუსია, ამიტომ ამერიკის 47 პრეზიდენტი ფიცს კაპიტოლიუმის შენობაში დადებს. ადგილზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ცერემონიის პარალელურად მობილიზებული იქნება 25,000 სამართალდამცველი. დეტალებს უკვე მირიან გორგოძე მოგვიყვება, რომელიც კურიის სტუდიიდან ჩაგორთვება. მირიან, ეთერში ხარ. ვაშინგტონში უპრეცედენტო სიცივეა და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა და ამერიკის ახლად არჩეული 47 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს დადებს არა კაპიტოლიუმის გარე სივრცეში, კაპიტოლიუმის კიბეების მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე, არამედ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ფიცს წარმოთქვამს კაპიტოლიუმის შიდა სივრცეში, როტონდაში, ისე როგორც ეს მოხდა 1985 წელს, როდესაც რონალდ რეიგანმა საპრეზიდენტო ფიცი კაპიტოლიუმის შიდა სივრცეში წარმოთქვა და მნიშვნელოვანია, რომ მაშინაც ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი ვაშინგტონში დაფიქსირებული უპრეცედენტო დაბალი ტემპერატურა იყო. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ ისტორია ამ მიმართულებით მეორდება და 40 წლის შემდეგ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს, როგორც უკვე ვისაუბრეთ, ამის შესახებ კვლავ წარმოთქვამს კაპიტოლიუმის როტონდაში, ანუ კაპიტოლიუმის შიდა სივრცეში. საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად უხელმძღვანელებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია. იქამდე, ვიდრე ამერიკის ახლად არჩეული 47 პრეზიდენტი სწორედ ამ სიტყვებს წარმოთქვამს, ბუნებრივია, რომ დაგეგმილი არის ძალიან ბევრი აქტივობა, რომელშიც მონაწილეობს დონალდ ტრამპი. ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად უკვე იმყოფებოდა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე და ყვავილებით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ამის შემდეგ კი უკვე დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად გაიმართა დიდი კონცერტი კაპიტოლიუმის არენაზე, სადაც ადგილობრივი მუსიკოსები წარდგნენ მსმენელების წინაშე და მნიშვნელოვანია, რომ ხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მიმართა ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. საიმიგრაციო პოლიტიკა, მემარცხენე იდეოლოგიასთან ბრძოლა, წესრიგის დაბრუნება და ზოგადად კანონის აღსრულება და კორუმპირებული ადმინისტრაციის შეცდომების გამოსწორება. ეს იყო ის საკითხები, რომელზეც ძირითადად ყურადღება გაამახვილა ამერიკის პრეზიდენტმა. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნებას. ხვალ შუადღისას დასრულდება ამერიკის რამდენიმე წლიანი უკუსვლა. ჩვენ ვიწყებთ ამერიკული სიძლიერისა და კეთილდღეობის, ღირსებისა და სიამაყის ახალ დღეს. ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს უკან დავიბრუნებთ. ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მეფობა ვაშინგტონში. აღარ ვაპირებთ ამის ატანას. ჩვენ შევაჩერებთ ჩვენ საზღვრებში შემოჭრას. ჩვენ ვაპირებთ დაუბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაპირებთ აღვადგინოთ პატრიოტიზმის სკოლებში და მოვაშოროთ რადიკალური მემარცხენე იდეოლოგია ჩვენი შეიარაღებული ძალებიდან და მთავრობიდან. ჩვენ ვაპირებთ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ. ხვალ მზის ჩასვლისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება. ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს. ხვალიდან ვიმოქმედებთ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებთ თითოეულ კრიზისს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. და უპრეცედენტო დაბალ ტემპერატურასთან და სიცივესთან ერთად ასევე ამერიკის დედაქალაქში ვაშინგტონში არის მიღებული უპრეცედენტოდ უსაფრთხოების ზომები და ეს არც არის გასაკვირი, რადგან კაპიტოლიუმის პოლიცია ელოდება დაახლოებით 250,000 ბილეთიან სტუმარს ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად და ადგილზე უსაფრთხოების ზომებს დაიცავენ 25,000 სამართალდამცავი, ნაციონალური
ნაციონალური გვარდიის 7800 ჯარისკაცთან და 4000 ოფიცერთან ერთად. თავად ინაუგურაციის ცერემონიას რაც შეეხება მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულად ამ ინაუგურაციის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები საკუთარ ოჯახებთან ერთად, მაგალითად ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში, ჯო ბაიდენი და ბილ კლინტონი და ასევე ინაუგურაციის ცერემონიაზე იქნება დონალდ ტრამპის კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებისას კამალა ჰარისი. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტი კიდევ ერთი, რომ ასევე ისტორიაში პირველად ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან სხვა ქვეყნის ლიდერები, მაგალითად დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მიიწვია არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, იქვე იქნებიან ასევე ეკვადორისა და სალვადორის პრეზიდენტები. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და ფიცის დადების ცერემონია ადგილობრივი დროით 12 საათზე, თბილისის დროით კი საღამოს 9 საათზე დაიწყება. მადლობა, მირიან გორგოძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ტრამპის ინაუგურაციაზე და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წლის პირველი სხდომა მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა და დაიწყოს ურთიერთობების გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი შეძლებს საკუთარი გეგმის შესრულებას, Deep State-ის დამარცხებას, რასაც ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის, მსოფლიოში მშვიდობის ნაპყარებისა და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებისთვის. დღესო ირაკლი კობახიძემ გეგმებზეც ისაუბრა, აქცენტი გაკეთდა აეროპორტის და ახალი სტადიონის პროექტებზე, ასევე საუნივერსიტეტო რეფორმაზე. ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამთავრობო კომისია. კიდევ ერთი თემა ქვეყნის ეკონომიკა იყო. ჩვენ ახლა მთავრობის ადმინისტრაციას და თამარ თათარაშვილს ჩავთვალთ პირდაპირ ეთერში, ის პრემიერის თავგზავნილებს გაგვაცნობს. გისმენთ თამარ. პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება ვაშინგტონში და მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს თარიღი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას გარდამტეხიც კი. რადგან როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, გასული 4 წელი იყო საკმაოდ რთული არა მხოლოდ მსოფლიოსთვის, არამედ საქართველოსთვისაც, მათ შორის იმ ნაწილში, რომ როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეგრეთ წოდებული ლიბერალურმა ფაშიზმმა, ასევე ფსევდოლიბერალურმა პროპაგანდამ განსხვავებული განზომილება და ხასიათი შეიძინა და ამის დასტურიც მისი თქმით იყო ის, რომ საქართველოში იყო მცდელობა 4 რევოლუციური სცენარისა, რაც ვერ განხორციელდა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დონალდ ტრამპის მიზანი არის დაასრულოს Deep State და ეს იქნება მნიშვნელოვანი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზების ნაწილშიც. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გადაიტვირთოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და ასევე ეს პროცესი ნორმალიზებისკენ წავიდეს. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მე მინდა ახასიათო კიდევ ერთხელ იმას, რომ გასული 4 წელიწადი იყო საკმაოდ რთული ჩვენი ქვეყნისთვის, ისე როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის. იყო არაერთი კრიზისი, იყო და მიმდინარეობს კლავაც ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში ომი, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა 4 წლის განმავლობაში, ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემა, ამანაც ახალი განვითარება შეიძინა 4 წლის მანძილზე და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში იყო ამ 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა. Ასამცხოვრად მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანასაც. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის Deep State-ის დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები უსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში, რა თქმა უნდა ამ ბრძოლაში წარმატებას იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ნორმალიზებისათვის. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა Deep State-თან პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას
სოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ასევე ხელშეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა სოფლიოს მასშტაბით გასული 4 წლის მანძილზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი მსალობა, რომ გსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედი გვაქვს, რომ გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში, რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი ამ ქვეყანაში. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმ ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, თქვა, რომ წინა წელი იყო საკმაოდ წარმატებული ამ მიმართულებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდა. გასული წელი და არის მოლოდინი, რომ 2025 წელიც იქნება ასევე ნაყოფიერი ამ თვალსაზრისით. ამის საფუძველს კი ირაკლი კობახიძემ, როგორც აღნიშნა, აძლევთ მათ ტურიზმიდან არსებული შემოსავლები მათ შორის, რომლის რეკორდული მაჩვენებელი არის დაფიქსირებული წელს და 4,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ირაკლი კობახიძე თქვა, რომ ქვეყნის მთლიანი ეკონომიკა არის გაზრდილი და ეს არის დამსახურება სწორი სამთავრობო ეკონომიკური პოლიტიკის. შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს და ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მილიარდ დოლარს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. როგორც მოგეხსენება, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო 28 მილიარდიანი მაჩვენებლით, ხოლო 28 მილიარდის ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით და ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მილიარდ დოლარამდე. მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც არის თავისუფლად შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ამისათვის უნდა განხორციელდეს კონკრეტული პროექტები და უნდა განმოგვიწოთ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. იანვარშიც გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც გვაძლევს, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმის საფუძველს 2025 წლისთვის. კონკრეტულად ტურიზმის სფეროში ქონდა ძალიან კარგი მაჩვენებლები, აქაც რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ 2024 წელი. რეკორდული იყო კონკრეტულად მეოთხე კვარტალიც, მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა, ეს იყო საარჩევნო თვე, ოქტომბრის თვე, შემდეგ ნოემბერი, როცა ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, მერე გაგრძელდა ეს ყველაფერი დეკემბერში. ამ ყველაფრის მიუხედავად მეოთხე კვარტალიც დავხურეთ ძალიან დიდი წარმატებით, შემოსავლება მეოთხე კვარტალში შეადგინა 964 მილიონი დოლარი, რაც არის 90 მილიონი დოლარით მეტი 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებზე, ანუ ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხებას, თუმცა ხედავთ, რომ არაფერი გამოდით, პირიქით ვაგრძელებთ მაქსიმალური ინტენსივობით ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არა მხოლოდ ჩვენს ხარდამჭერებს, არამედ საკუთარ ხარდამჭერებსაც, მათ შორის ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით და ასე შემდეგ. ამაზე მუშაობენ, არა მარტო ემუქრებიან, მუშაობენ იმისათვის, რომ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. რა თქმა უნდა, არაფერი გამოდით, მთელი ამ წლების განმავლობაში და არც მომავალში არაფერი გამოვავალთ. მათგან განსხვავებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, რა თქმა უნდა, იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლონ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ და ამ სულისკვეთებით უნდა განვაგრძელოთ, რა თქმა უნდა, მუშაობა, როგორც 2025 წელს, ასევე შემდეგი 4 წლის განმავლობაში. მთავრობის ნომაზე ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა მომდევნო 4 წლიან სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რაც არის უკვე გაწერილი ამ პროგრამაში და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის სისრულეში მოყვანა და მისი განხორციელება, მათ შორის ეს არის ლაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა, ახალი სტადიონის მშენებლობა და ასევე მნიშვნელოვანი არის ზოგადად საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის საუნივერსიტეტო რეფორმა, უმაღლესი განათლების სისტემის
რეფორმა, რისთვისაც, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არის უკვე შექმნილი სპეციალური კომისია, რომლის მუშაობის დასრულების შემდგომ უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა მთლიანად იქნება გარდაქმნილი და განახლებული. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4 წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდაქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს როგორც მოგეხსენებათ, არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და რესურსები არის ძალიან დიდი. ამ მიმართულებით მაქსიმალურად უნდა ავითისოთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართულმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხითაც იზრდებს უმაღლეს განათლებას, მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტული გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. დღევანდელი მთავრობის ხდომა არის უკვე დასრულებული. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 7 საკითხის განხილვა. ამ წუთებში მინისტრთა კაბინეტის წევრები უკვე მედიის შეკითხვებს პასუხობენ. მადლობა მთავრობის ადმინისტრაციიდან თამარ თათარაშვილი საუბრობდა. ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკ ჯულიუს ბაიერს სასამართლოში უჩივის. განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელი აწარმოებს დავას კრედიტ სუისის მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში. გაცნობთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა კრედიტ სუისის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა. აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული. დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ კრედიტ სუისის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში, ჯულიუს ბაიერში და მათ შორის ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰედჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. უნდა აღნიშნოს, რომ ჯულიუს ბაიერი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა. თითქმის 6 თვის განმავლობაში ჯულიუს ბაიერი ჰედჯ ფონდებთან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების, თანხების ბრუნვის შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. აღნიშნული დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს. ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება მიეღო ინფორმაცია ჰედჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯულიუს ბაიერმა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სასამართლებრივ მექანიზმებს, ჯულიუს ბაიერმა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება. ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰედჯ ფონდებმა დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. ჯულიუს ბაიერი არის ხელშეკრულების მიხედვით ვალდებული მიიღოს ზომები ჰედჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. ჯულიუს ბაიერი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰედჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰედჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას თუ განმარტებას, თulis რომ ჯულიუს ბაიერი და ზემოაღნიშნული ჰედჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგო თუ საზიანოდ. ურთიერთობა გაუარეს და სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჯულიუს ბაიერმა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმების მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის 1 თვე დაჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არადა როგორც წესი ასეთი დავალების შესრულება 1 დღეში ხორციელდება. შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჯულიუს ბაიერი ფაქტობრივად დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის ან გაუქმების მიზანშეწონილობა ჯულიუს ბაიერის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. ჯულიუს ბაიერს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული. და ბოლოს ჯულიუს ბაიერმა ბენეფიციარების
ხმისიერების აზრით არასწორად უფრო სათავისოდ განმარტა ეგრეთ წოდებული ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ეგრეთ წოდებულ ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები. ზემო აღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილის წინაპირობას ჩათვალოსანი ფიქრობს, რომ ჯულიუს ბაერის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და ჯულიუს ბაერიც ამა თუ იმ ფორმით ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის უცხოელი ადვოკატების ჩართულობით დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები ჯულიუს ბაერის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ნათქვამია ადვოკატ ლაშა კალანდაძის განცხადებაში. პატიმრების შეწყალების გამო ოპოზიცია პრეზიდენტს აკრიტიკებს. მიხეილ ყავალაშვილმა ნათლისღების დღესასწაულზე 613 მსჯავრდებული შეიწყალა. კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს, ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, ნაწილს კი პრეტენზია აქვს ინდივიდუალური საქმეების და რისკების შესწავლის ვადებთან დაკავშირებით. კრიტიკა ისმის არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც. ამდენი პირი ერთდროულად ბოლო 10 წელი არც ერთ პრეზიდენტს არ შეუწყალებია, წერს არასამთავრობოების ნაწილი. ოპონენტების უკმაყოფილება არ უკვეთ მართლ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ოპოზიცია და მესამე სექტორი ჰუმანური აქტის წინააღმდეგია. ამ თემაზე ქეთი ზანთარაია მუშაობს, ის მხარეების პოზიციებს გაგვაცნობს. ქეთი, ეთერში ხარ. შეწყალების საკითხს ცოტა ხნის წინ მთავრობის ხდომაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჰუმანურ აქტთან ერთად ეს არის კარგი თანამშრომლობის შედეგი მთავრობასა და პრეზიდენტის ინსტიტუტ შორის, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებით მომავალშიც გაგრძელდება. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის, რა თქმა უნდა, მომავალშიც მზად ვართ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა შობს გვიან ვიდრე არასდროს დღეს გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რამაც მოგცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა და მისცა კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტს იმის შესაძლებლობა, რომ გამოეცა ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტი, რითაც ისარგებლებს 613 პატიმარი, მე მინდა მათ უსურვო ყველა სრულფასოვანი დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სრულფასოვანი რესოციალიზაცია, რა თქმა უნდა, ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. პატიმრების შეწყალება, რომ ჰუმანური აქტი არის, ამაზე დღეს ოპოზიციაში არ დაობენ. ხელისუფლების ოპონენტებს კითხვები აქვთ ამ შეწყალების დროსთან დაკავშირებით და ასევე აინტერესებთ, რა კრიტერიუმები და საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ერთ დღეში შეიწყალა 613 პატიმარი. მე ბუნებით ჰუმანისტი ვარ, ადამიანი მართლა. და მე ყოველთვის მივესალმები სამართლიანად იმ ხალხის გათავისუფლებას, ვისაც რესოციალიზაცია ჭირდება, ვინც სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ამჯერად რომ ყავილაშვილი დაჯდა და 10% საქმეები განიხილა და გადაწყვიტა რომ აი ყველაზე კარგი ხალხი გამოუშვას ახლა. მე მგონია ეს არის წინასაარჩევნო დაპირება, ვალდებულება ქართული ოცნების. რა ჰუმანურ აქციას საუბარი, პლაკატების გაკვრის გამო ხალხი არის დაკავებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მგონია რომ კრიმინალებთან ვალდებულება გადაიხადა ქართულმა ოცნებამ. ნებისმიერი ამნისტია ეს არის ჰუმანური აქტი. აქ სადაო არაფერია. სადაო არის ის, რომ დღევანდელ მოცემულობაში, დღევანდელ გარემოში რა ვის საფუძველზე, რა ანალიზის, რა შეფასების საფუძველზე, რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. თუ კი მასში არ არიან სინდისის პატიმრები, ის ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო დღეს მათ ემუქრებათ ძალიან მძიმე, ესე ვთქვათ, პროცესები. საპარლამენტო უმრავლესობაში და პოლიტიკურ ჯგუფებში ამბობენ, რომ ოპოზიციის გულის მოგება მათთვის პრიორიტეტული არ არის და მნიშვნელოვანი არის ის ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან გადაიდგა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი პატიმრის შეწყალება, რომლის შეწყალებასაც კანონიერი არის და კანონის შესაბამისად მოქმედებდა სწორედ პრეზიდენტი. დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში და პოლიტიკურ ჯგუფებში თქვეს ის
ისიც, რომ პატიმრების შეწყალება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისითაც, რომ მოხდეს მათი რესოციალიზაცია საზოგადოებაში. გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილს არ უყვარდა და არ უყვარს საქართველო, ის არ იცნობდა საქართველოს მენტალიტეტს და აქედან გამომდინარე მხოლოდ თავის შიდა წრეებიდან და მათი ოჯახის წევრებიდან ღებულობდა ინფორმაციას და ასე იწყალებდა ერთეულ ადამიანებს. მისთვის სახელმწიფოებრიობა, როგორც ასეთი ცნება, არ არსებობდა და არ არსებობს. ამიტომაც ვერ ექნებოდა ვერც ახალ წელს, ვერც აღდგომას და ვერც ნათლისღებას ასეთი მასშტაბური, სწორად რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მასშტაბური შეწყალებები და გამომდინარე აქედან ეს მიხეილ ყავილაშვილის ერთ-ერთი პირველი ჰუმანური აქტი, რომელიც შეეხება მსჯავრდებულებს, რა თქმა უნდა, იქნება დასაბამი იმისა, რომ ადამიანებს ყოველთვის აქვს იმის შანსი, რომ რესოციალიზაცია მოახდინონ თავიანთ საზოგადოებაში. ოპოზიციის გულს ვერასდროს ვერაფრით ვერ მოიგებს ადამიანი, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არ არის ის თუ რა სიტყვის ოპოზიციამ, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყველას ჰქონდეთ შესაძლებლობა საზოგადოებაში საკუთარი თავის წარმოჩინების და ინტეგრირების. სწორედ ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის, სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია შეწყალება, ესეთი მასშტაბური შეწყალება არ მოხდარა და ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ამდენ ადამიანს მიეცა საზოგადოებაში დაბრუნების და რესოციალიზაციის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო ეს გადაწყვეტილება. ერთის მხრივ ის, რომ თუ ვინ არიან ეს ადამიანები, მათი დახასიათება, პიროვნება, მათი საქციელი დაწესებულებებში, მათი დანაშაულის სიმძიმე, დაზარალებულის ინტერესები და ასე შემდეგ, ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის, რომ საზოგადოებაში დაცული იყოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის წესრიგი, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ამ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს არის დაახლოებით 6-7% მთლიანი რაოდენობის პატიმრების დღევანდელ დღეს საქართველოში, რაც მაინც კიდევ მაღალი მაჩვენებელია ევროპულ სტანდარტთან შედარებით. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ მასშტაბური შეწყალების მიზანი არ არის მხოლოდ ჰუმანური აქტის განხორციელება და როგორც უკვე მოისმინეთ, ამის ერთ-ერთი მთავარი მოტივი და მიზანი არის ის, რომ პატიმრების რაოდენობა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს. მადლობა პოლიტიკური შეფასებებით ქეთი ზანთარაია საუბრობდა. თემკის პოლიციასთან დაკავებული 6 პირის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. საგამოძიებო უწყება ერთს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ხუთს კი ნიღბის მოხსნაზე სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულთა ნაწილი ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს. დღესვე სასამართლო განიხილავს კიდევ 2 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს, ორივე თბილისის ქუჩებში დააკავეს. ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციასთან. შეკრებილები არიან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ქართული ოცნების მთავრობას ადმინისტრაციასთან ერთადერთი მზია არ იმსახურებს პატიმრობას. ის ვერც მიიმალებოდა და ვერც მტკიცებულებებს გაანადგურებდა. გაუსაბუთებელია მისი პატიმრობა. ამიტომ დროულად მოვუწოდებთ პროკურატურას, ქართული ოცნების მთავრობას, რომ შეცვალონ აღკვეთი ღონისძიების ფორმა და შეუხატონ გირავა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან. უამინდობა კახეთში შეზღუდვებია ვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო მაგისტრალზე. ყინვის გამო გომბორის უღელტეხილზე აკრძალულია მსუბუქი მანქანების გადაადგილება. მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის, რომელთაც ზამთრის საბურავები აქვთ. სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. გადაადგილება შეფერხებულია თელავის ზოგიერთ ქუჩაზეც. ქალაქში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გომბორის უღელტეხილზეა შეზღუდვები დაწესებული, დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა, თუმცა აქაც ამ გზაზეც საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით ინტენსიურად მუშაობს კონტრაქტორი კომპანია და სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში სრულად აღდგება მოძრაობა. რაც შეეხება ქალაქებს კახეთში, ყველაზე მეტი ყინვა და პრობლემები თელავშია ერთადერთი ამ პერიოდისთვის. არ არის აღდგენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტობუსების მოძრაობა, თუმცა აქაც დღის მეორე ნახევარში ველოდებით სრულად აღდგენას მოძრაობას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავლები დაფიქსირდა 2024 წელს. საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მილიონი დოლარის ღვინო და სპირტიანი სასმელი, რაც 24%-ით მეტია წინა წლის მონაცემებზე. მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში გავიდა 95 მილიონამდე ლიტრი ღვინო. მსოფლიოს 56 ქვეყანაში ექსპორტირებულია 48 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი, ზრდამ კი 2023 წელთან შედარებით 53% შეადგინა. ჰამასთან დადებული შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა ციხიდან 90 პალესტინელი გაათავისუფლა. მათ შორის არის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები 78 პირი და აღმოსავლეთ იერუსალიმის 12 მკვიდრი. მათგან 69 ქალი და 9 ბავშვია. სანაცვლოდ ტერორისტულმა ორგანიზაციამ 3 მძევალი გამოუშვა. დღეს ღაზაში იარაღი დადუმდა, ღაზაში ცეცხლი შეწყვეტა, ძალაში შევიდა და დღეს ვნახეთ მძევლების გათავისუფლება. 3 ისრაელელი ქალი, რომლებიც ნების საწინააღმდეგოდ იყვნენ დაკავებული ბნელ გვირაბებში 470 დღის განმავლობაში. გარიგებების მე-16 დღეს მოლაპარაკებების მეორე ფაზა დაიწყება. ეს ფაზა ისრაელელი ჯარისკაცების გათავისუფლებას და ღაზაში ჰამასის მმართველობის გარეშე ომის დასრულებას ითვალისწინებს. ვიდრე მე ვსაუბრობ, ღაზაში ასობით სატვირთო ჰუმანიტარული ტვირთი შეაქვთ. დახმარება მიაქვთ ადამიანებისთვის, ვინც ომით ძალიან დაზარალდა. იმ ომით, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა დაიწყო, თითქმის 15 თვის წინ. მხოლოდ დღეს ველოდებით, რომ ღაზაში რამდენიმე ასეული სატვირთო შევა. ეს ამდენი ტანჯვის, ნგრევისა და ადამიანური დანაკარგების შემდეგ. უკრაინაში ისევ საბრძოლო მოქმედებები ოკუპანტებმა ნიკოპოლში დაბომბეს გიმნაზია, საწარმო და საცხოვრებელი კორპუსები, განადგურებულია ელექტროგადამცემი ხაზები. თავდასხმის დროს ხარკოვის ოლქში 14 წლის ბავშვი დაშავდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 180 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ყველაზე ცხელ მიმართულებად კი პოკროვსკი რჩება. საათიანი პაუზის შემდეგ შტატებში TikTok-ი დაბრუნდა. ამერიკაში აპლიკაცია დაახლოებით 12 საათი გამართული იყო. ორშაბათს გამოცემ ბრძანებას აკრძალვის გადავადების შესახებ, რათა შევძლოთ გარიგება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად. დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. TikTok-მა არჩეულ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შეეცდებიან ახალ ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწიონ. დასკვნით ეტაპზეა ყინულის არენის მშენებლობა ბათუმში. სამუშაოები თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. არენა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. კომპლექსი მოიცავს ოლიმპიური სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილ ყინულის მოედანს და 800 მაყურებელზე გათვლილ 10 ზოლიან საცურაო აუზს. ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ეს ახალი არენა მზად იქნება, შესაბამისად ჩვენ შევძლებთ, რომ უმასპინძლოთ როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებს, ასევე ამ თამაშებს ღირსეულად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ნამდვილად არის სპორტის ქალაქი და რა თქმა უნდა ველოდებით ამ ღონისძიების გამართვას ბათუმში. ობიექტის მშენებლობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არა მხოლოდ წმინდა სპორტული თვალსაზრისით, აგრეთვე ეს იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი, როგორც ტურისტული თვალსაზრისით და რა თქმა უნდა საშუალებას მოგცემს, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას. აღნიშნული ტიპის ინფრასტრუქტურა გრძელვადიანად მოისახურება ქალაქის ახალგაზრდებს სპორტის განვითარებას და ასევე მნიშვნელოვანია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ძალიან ბევრ ღონისძიებას უმასპინძლებს. თბილისში იუნიორ გოგონებს შორის რაპირით ფარიკაობაში მსოფლიო თასი ჩატარდა. 2 დღის განმავლობაში ერთმანეთს 29 ქვეყნის 150 სპორტსმენი დაუპირისპირდა. მათ შორის იყო 8 ქართველი სპორტსმენი. ტურნირი გუნდური ასპარეზობით დასრულდა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ტურნირი, პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩამოსვლილია მსოფლიოს მასშტაბით ყველა და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილებისთვის, ასევე რეიტინგისთვის, რომელიც აისახება მსოფლიო ჩემპიონატზე. თავის ასაკთან შედარებით ჩვენმა ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა. რაც შეეხება ორგანიზების კუთხით, ჩამოსვლილია საერთაშორისო ფედერაციის დამკვირვებელი და უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდა ეს შეჯიბრი, მაღალი შეფასება მივიღეთ. ეს ხელს უწყობს მარტო ფარიკაობის განვითარებას არა საქართველოში, ასევე სპორტული ტურნირის განვითარებას ქვეყანაში. განზრაუძის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. პორტალი გახსნილია. ცნობილი როკ-ბენდის კონცერტი 30 მაისს გაიმართება. ჯგუფი მსმენელის წინაშე ციცინათულას პარკში წარსდგება. გურია მთავარ როლში, ეს არის წელს Starring Georgia's კამპანიის სლოგანი.
ეს იყო ბოლო ინფორმაცია, მე გემშვიდობებით 3-მდე თქვენ შეგიძლიათ დღის სხვა სიახლეებს გაეცნოთ ჩვენ ვებგვერდზე rustavy2.gi